როგორი ლამაზი იქაურობა. გაქაფქაფებული კეკეთზე მოვა ხო? კი. სერვირება კეთზე. რა ხალხი? ბიჭო ეს ერთი 10 კაცი ეყოფა რა მე. ის მარტო დაიძგავდა. ვა, როვიჩი. მაგიტო გეუბნები. ახლა ურა კაპატკუპი გაზდეს. კაი ისტორია მოგიყევი. ღირდა შემოსვლა ამ რესტორანში. ესეთი მარტო სულ ესეთი უგემრიელი საჭმელი არ იყოს. განათლება მიღიღე რა. ხო, განათლება. ბოლოკია თუ წვადია თუ ხინკალია ეგნებიც. მოგესალმებით კანდელაკის 45 ნომრიდან შიდა სამზარეულო თავის ახალ ეპიზოდს ფაბი ნიუ პრაღიდან გთავაზობთ. ქალაქში ხმა დაიხარო, ძალიან გემრიელი რაღაცებია და ფასები ძალიან ოპტიმალურია და ხო უნდა გაგაცნოთ ახლოდან არა მარტო ნიუ პრაღის მენიუ, არამედ შიდა სამზარეულოც. შესაბამისად სტუმრებს მოუმზადო რაღაც გემრიელობები. ეხლა ნიუ პრაღის კარებს შევაღებ მე და მოდით დაგათვალიერებინებთ როგორი ლამაზი იქაურობა. აქვს პატივი წარმოგიდგინოთ რესტორან ნიუ პრაღის შეფმზარეული ბატონი გია. მოგესალმებით. მოგესალმებით. საბა რა სამი ესეთი გემრიელი, კარგი ნიუ პრაღული კერძი შეგვიძლია შევქმნათ. შეგვიძლია ჩვენ სტუმრებს შევთავაზოთ ნიუ პრაღის კანჭი. სავიზიტო ბარათი აქ. ბატონო, ნიუ პრაღას ხინკალი შემიძლია შევთავაზოთ. ასევე გასინჯული მაქვს. წონც ძალიან და ერთ-ერთი კერძი ჩიჟიპიში. ხო, ეხლა მე რა გავაკეთო მაგას ფიქრობ. რაზეც ნაცადი მაქვს და გამომსვლია კარგი ოჯახში. მოდი იმაზე გავიწევი. ჩიჟიპიჟი რომელი ვარიანტი? ბოსტნეული თუ ხორციანი? ხორციანი. ხორციანია, ბარა. ხორციანი ჩიჟიპიჟი. ხორცის სტუმრებს ხორცი. რამე უნდა მოვიფიქრო, ესე იგი ორიგინალური მე ჩიჟიპიჟისთვის. უხრა ამ ხელან ერწყვი გადამცდა, ეხლა რომ წარმოვიდგინე. უკვე აი გაქაფქაფებული კეკეთზე მოვა ხო? კი. სერვირება კეთზე. კაი, სუნელებისკენ რამე ჩემეულს შევიდა. გადავინაცვლოთ ეხლა სამზარეულოში შეფის კიტელით ვეწვია, მეც გადავიცმევ ეხლა ჩემი შეგირდის კიტელს, მაგრამ სამაგიეროდ რო ამშვენებს ჩემი არხის ლოგო, თქვენ უნდა გამოიწეროთ არხი ეკლები, წერათითები, ლაიქები, კომენტარები, ზანზალაგზეც არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი ვიდეოების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ და ერთ სიტყვით ჩვენ წავალთ ეხლა გადავინაცვლებთ სამზარეულოში. გამოდირა იქიდან რომ სპორტული მიმართულების ფაბი არის ნიუ პრაღა, შესაბამისად სტუმრებით სპორტსმენები შევარჩიეთ. თან როგორი საამაყო, საქვეყნო ცნობილი, ჩვენიერი საამაყო ორი ფეხბურთელი, ერთი კაპიტანი გახდა საქართველოს ნაკრების და მეორე ასევე გენიალური ფეხბურთელი, ბატონი ოთარ კორღალიძე და კაპიტანი ჩემი დიდი ხნის მეგობარი გიორგი ნემსაძე. რა ხალხი? ხო და ამ ხალხს შესაბამისად სამეფო დახვედრა უნდა მოუწოდოთ.
მობრძანდით. ჩიჟი ბიჟი. უღრესი მადლობა. მივითვათ არა? მივითვათ. როგორც უფროსი არა, როგორ გადრება. ჩიჟი ბიჟი. აი რამეა. მაგრამ აი რო გავსინჯოთ მე უფრო დასკვნას მე გავაკეთებთ. ესეც ორი. საპარია. მოგემსახური ვიგონიში. შვენება რა. მოგემლე. თქვი რაღაც ანეკდოტი რამე მოყვები აი. ვისაჯერ დავაგებოდოთ რა საჭიროა. ანეკდოტები იქითო და. ეგეც მოსულა. არის ჩვენი საფირმო კანჭი. ხომ დაგიჭრათ, ხომ ჩავიტანოთ თუ თქვენ თვითონ დაჭრით? არ შეგაწუხეთ რა. იცის ნემსო მიცის ხელობა. კი, მიჩვეული ვარ მე კახეთში. მაქვს პატარა მეურნეობა და ხორცთან ურთიერთობაში. უღმესი მადლობა. შენ უბრალოდ მითხარი რა ნაჭერი გინდა და მე იმხარეს ჩამოგიჭრი, დაგიჭრი, მოგართვე როგორც უფროს კაცს. აი სადაც დანა ჩატობილი. ხო ვენაცვალე. გაიხარით უღმესი მადლობა. ოჩა? კი ბატონო. ჩემი ჩაგალი კი, ეხლავე დაგიბრუნებ, ჩემო ძმაო. მაცადე. ეხლავე. აი ეს თქვენ როარ გააცდინო, თორე შენ ცოტაში ვერ ჩაყოფეხს, თუ ხელს. შენ გენაცვალე შენო. მაგას შეუზია. მაგრამ მიწეს მოუზი, ხო? რაც კარგია. შენ გაიხარე. ჩემი ძმაკაცი ვარ, ფესო ბერულაშვილი. აი ამას გადადი, დაიდგავ და მარტო სათავეში. აი ამას რა. ბიჭო ეს ერთი 10 კაცი ეყოფა რა. ის მარტო დაიდგავდა. როვიჩი. მაგიტო გეუბნები. შოტლანდიაში ეს მოყვარულები არიან რა, დიდი იმების, კანჭების, მანჭების რაღაცები როგორც და ერთ-ერთი კაიბის აქვს რა. ერთი იმათაც და უნდა გენახა იქ. უბრალოდ იმ დროს არ მქონდა იმის საშუალება ჩამეწერა რა. აი ესეთი მარტო უკვეთავდა ხოლმე და შევშევდივით ოჯახი, ერთ ოჯახს ყოფნიდა რა ეს. ის მარტო უკვეთავდა. ჩვენთან რო ჩამოვიდა და დაიწყო მეტიჩობა რომ ის უნდა ვიყო რა ქვია იმას დიეტაზეო. დიეტაზე ვეჟოჭაყვარი გიყავი შეჭება მეთქა. რა დიეტა მოგინდა? უსხაპარია. რაიონიში ხო არის ეიფელის კოშკებით. სამხელა ნაჭერი მომიჭერი. პატვისცემ რა ხორცელს ა? სამხელა ნაჭერი მომიჭერი მეტი. აი ეს რაიონი. ახლა ურა კაპატკუპი გადის. და კახელი მყავს და ხორცი ჩემთვის არის ძალიან საპატივცემულო ისაკერძი. კაცად კუცი გადის. შვეიცარიაში შავედი ხელშეკრულება გავაფორმე და სანამ საცხოვრებელ ადგილს შევათვალიერებდი, ჰილტონში ვცხოვრობდით. ახლა ჰილტონი მოგეწევი ახლა ციურიხში როგორ ადგილას იქნებოდა აშენებული რა, ესეთი გამორჩეული მნიშვნელოვანი ადგილას და გავიხედე ბიჭო, ამ ჰილტონის გვერდით არის ლამაზი ისეთი რაღაცა შენობა ნაგება, მაგრამ ხედავ ეს საკონელი შედის გადის. ნუ ჩავედი ახლა რა, იმიტომ რომ მომიწია სანამ სახლს შევარჩევდი ერთი თვე რა, მაინც ცხოვრება იქ ჰილტონში და შევედი მე გავესაუბრე ამ ქალს, ოჯახის იყო რა და ამ ოჯახმა თავიდან ბოლომდე მომიყვარო ეს ჩვენ ამითო ცხოვრობთო, ჩვენი ოჯახიო, უკვე ეს თაობები გავიდა, 3-4 თაობა იყო რომ ამ ყველაფერს პატრონობდნენ და უვლიდნენ და ისე კარგად ამიხსენს რომ იმაში შევედი რა ქვია, სურვილი გამიშთა რომ გამეკეთებინო კახეთში და დედაჩემო კახეთიდან რა ტიბანი და დედოფლის წყაროში იქით ხორცეულზე მიდიოდა. ხორციც არ არის ამ იმაში საკონელში კაცო. ანუ რა მიმართულება არის რამოდენიმე მიმართულება. როცა ფერმას აკეთებ, არის ძის პროდუქტები, თვითონ ხორცზეც შეგიძლია ძროხის ხორცი რა, იმაზეც არის რამოდენიმე ერთ-ერთი მიმართულება ეს ძროხის მოისა რა. აქედან ჩამედი საქმე რა, ძალიან დიდი სურვილი გამიშთა და მე უკვე ამ შეძლებები ამაჩემა მაშინ ახალგაზრდა იყო 30 წლის წინ რა ის შედარები და იმის ენერგია ქონდა და წასულიყო რომ შვეიცარიული ჯიშის ყოფილი ერთ-ერთი საუკეთესო ჯიში რა. დაახლოებით 230 სული ძროხის ხდება და აუქციონზე შევიძინეთ, ნახეთ ერთ-ერთი დიდი ფერმა იყო დედოფლის წყაროში 300 სულზე იყო ეს განკუთვნილი რა და კომუნისტების პერიოდში 90 წელს მორჩა ეკაურობა და ის კომუნიზმი და ყველაფერი დამთავრდა. აი ბოლო პერიოდში აშენებული ის იყო რა ფერმა. გამოიტანეს აუქციონზე და ვიყიდეთ ეს როგორც წესდარიგია ამ აუქციონზე. დღეს გვაქვს ახლა დიდი ისა თავისი 500 ჰექტარი დაახლოებით საძოვარია და იგივე ტერიტორიაზე იქვე არის
ეს ჩემი ისიც რა ფერმა რა. გადის პერიოდი მე შვეიცარიაში და არის ესეთი ბანჰოფშტადტის ცენტრალური ქუჩა რა, სადაც არის აი მართლა ისეთი ბრენდები, როგორც არის Armani, Versace, Gucci, ევროპაში ყველაზე ლამაზი და ალბათ ევროპის ცენტრალური ქუჩაა რა. ესე შეიძლება დავარქვათ რა. აი ძალიან მაგარი რამეა რა, ნუ ციურიხი ზღაპარი ქალაქი, მაგრამ აი ამ ციურიხში ეს ქუჩა არის დაახლოებით მოიცავს ალბათ 5 კილომეტრ, სადგურიდან ტბამდე არის 5 კილომეტრი და ეს არის სულ მოცულობა 5 კილომეტრის და სულ აქეთ-იქით არის დაწურთული და დახუნზული ასეთი ქულით რა მაღაზიებით რა. და ყველას ოქტომბრის ბოლოს ის არის რიცხვი კვირა დაახლოებით ალბათ 1 თვე გამოაქვთ ყველა მაღაზიას თავისი ესეთი დიდი ბიუსტი იმის საქონლის და თქვათ Armani-ა ხო Armani-ის თავის ფერები აქვს და თავის ფერებში არის შეღებილი თან აწერია პატარა იმეები ზოგს დიდსაც აწერია თქვათ Versace-ა ხო Versace-ის აწერია რაღაც თავის ფერებში არის უფრო ჭრელი როგორც არის Versace თავისი ბრენდით და გავგვიჟდი რა და ვკითხე რა მე რა რომ ეს რა არის ის სიმბოლო ანუ რა ხდება განვითარება რომ დაიწყო ქვეყნის რა თელ აი ამ ქვეყანაში პირველი ნაბიჯები გადაიდგა ფერმერობის, მესაქონლეობის და აქედან დაიწყო თუ შვეიცარიის განვითარება რა ეკონომიკის. და ეს სიმბოლურად როგორც ახლა ყველა ოჯახს ყავდა და ყველა ოჯახს ჰქონდა ფერმა ყავდა. საკვები პროდუქტის გამოაქვს თუ მარტო ეგ კვირა არის ბოლო კვირა უკვე ხო არის ერთი თვე რა რომ გამოდის და საქონელა უკვე ბოლო კვირა არის აი ესეთი საჩვენებელი თავისი რაღაცა დატვირთული აი რაღაცა ის არის ხოლმე ალე ფურშეტის რაღაცა ესეთი დამახასიათებელი აი ესეთი ის რომ მაღაზიის წინ გამოდიან უკვე და ბოლო შაბათი კვირა არის რომ გაგიმასპინძდეს რა სტუმრებს რა უფასოდ უყოლაფროთ არის ესეთი დატვირთვა ბოლო კვირას. კაი ისტორია მოგიყვები. ღირდა შემოსვლა ამ რესტორანში ესეთი მარტო სულ ესეთი უგემრიელი საჭმელი არ იყოს. განათლება მივიღე რა. ხო, განათლება. ასევე შვეიცარიაში ჩახვალ ოქტომბრის ბოლო კვირაში გეცოდინება ეს ისტორია. თქვენ გაიხარეთ. უღმესი მადლობა. დავაყარო? კი, დააყარე იმაში რა. თუ შეიძლება. გაიხარეთ უღმესი მადლობა. ანეკდოტი რა, დავაყარო. კიდე დააყარე, მე მაინც არ ავჭამო. ხო. ძალიან გემრიელია, ხო? ხმას რო ვერ იღებ, თუ არ იღებ. კაია. აი კლასი. ახალი პრაღა, უგემრიელესი კერძებით. უღმესი მადლობა, გაიხარეთ. ივანე, მინუტი განაცვალე. საკმარისია. განახტილია. მარხვაზე ვარ, რამდენი ხორცი ჭამს. მარხვა ხალი წება. ეს გაბატია. ეგრე ბოლოკია. იმაში რა ბოლოკია ხო? მომაწოდე ეგ ბოლოკია და რომელი და არა მამა ეს ის არის წვადია და ბოლოკია. ეგრე ვარ მე ახლა რა. ბოლოკია თუ წვადია თუ ხინკალია ეგ მე ვიცი. ბიჭო 80 ეს რა კაცი შენ გენაცვალე შენ. მომზადი დაგვეწვით. შენ გენაცვალე, დაბზანდი. როგორ გიკითხოთ? როგორ მოგეწონა? არა, ძალიან გემრიელი. მართლა, აი განსაკუთრებულად გემრიელი და ჩვენ ახლა არ გავუკვირდება უამრავ რესტორანში ვართ დამყოფი და აი აქ ახლა რაც არის, იმიტომ კი არა რომ აქ ახლა დაგპატიჟეს და რაღაც არა, აი ნამდვილად რა. მაგრამ ამდენ ლაპარაკს და იმას, აი ერთხელ უნდა შემოხვიდე, დააგემოვნო და მე დარწმუნებული ვარ რომ ახლა არ მინდა რომ ბანალურად გავმივიდეს ძალიან რა. გიო, ამ ადგილს ქვია, ამ უპეს ქვია ერეკლეს. ხო. თავარსარდალი. არცველი დიდი პატარა კახი გვიმშვენებს. დიდი პატარა კახი. ხო და კონცეფცია ის არის უგემრიელი. ჩაფიქრებული როგორც სპორტული პაბი, შესაბამისად სტუმრებიც მაგ კუთხით შევარჩიე კიდევ ერთხელ ამას გიხდით რომ დამთავრდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის. მუდმივად ყოველ დღე თუ ვინმე თქვენ აკავრობის ისეთი კარგი რამე აქვს ჩანაფიქრი, როგორც ახლა შემოვედით და პატარა 6 კურსია ის გაგვიკეთეს და პატარა და საომროგებები გაგვაცნეს რა რომ ეს ზუარი უწყინვალესი ძალიან ისეთი საინტერესო რა საზაფხულო ტერასა ბოდიში და თავისი არის ძალიან ისეთი რაც საომავლოდ აქვს გეგმაში რომ დიდი ეკრანით თქვა თამაშებია მით უმეტეს ახლა
კვარასი და ჩვენი ნაკრების ესეთი შემხედარე უკვე ძალიან დიდი ენთუზიაზმი და ის არის მონდომებით არის რა უკვე მთელი ჩვენი ერი გაჩართული ფეხბურთში და მით უმეტეს მაგის გარდა რომ ნაკრების არაკრებო თამაშების გარდა კიდე ჩემპიონთა ლიგებია და ეს საშუალება აუცილებლად გამოსაყენებელია რა რაც ხაკეთება გაგვაქვს ეს იყო უწყინვალესი გეგმა რა აქ ხა ეკლესიის კუპოში უწყინვალია ნამდვილად ეს არ გამოიყენოს აქტუალურად ქართულ ხალხს მოაკეთებს სიამოვნებას და თვითონაც თავის საბიზნესო და სამომავლოდ ამას და ის ამ გაუშვას ხედავ. ერთი ადგილი ცენტრალურ დარბაზში არის განკუთვნილი რისთვის, იცი? თქვენც მოგიწევთ ახლა მაგ რიტუალის ჩატარება. ფეხბურთის ბურთი არის, სადაც ხელმოწერას აკეთებს, კეთებული ატმოსფეროს. აი, განუთხია. ეს ჩაისმევა ეს შუშაში, ეს ფეხბურთის ბურთი ხელმოწერებიანი და უკან კედელზე დაიკიდება ვინც ხელი მოაწერს ფოტო და საინტერესო, კარგია. თუ სუვენირად გაქვს. რა კარგად ფუთავენ, ნახე, იმისათვის რომ ეს იქნება კუპი. ხო, მოიზიდო რა ეს. კლიენტიც და თქვენ ხართ ამ რესტორნის მიღებული სტუმრები და რა თქმა უნდა თქვენი სავიზიტო თქვენი მაისურით დიდი სიამოვნებაა. რითიც შეაყვარეთ თავი ქართულ მაყურებელს და უშემატკივარს ის დაიყიდება. გაიხარეთ შენцо დიდი მადლობა. კარგი. ეხლა მე მინდა თქვენ გაგაცნოთ ამბავი იმასთან დაკავშირებით. კონკურსში ვითაა ეხლა. ხო. თუ რა მოხდება? თუ გავარდეთ, კარგია. იმ შემთხვევაში რა მოხდება? ორივე თუ გამოიცნო. კი ბატონო. რომელი კერძია ამ სამზე ჩემი? კი ბატონო. ეს კერძი ამ რესტორნის მენიუში ჩაჯდება და დაეწერება შონზოს გაკეთებული. ვა, საინტერესოა. ამიტომ ძალიან საინტერესოა. მაღაზიაში შალი ჩოქი რომ ეს რეგიონი თუ შეიძლება და მოხდება გამეხარდა. თუ ერთი გამოვიცნობთ, მაგ შემთხვევაში არა, ანუ ასე ორივე უნდა გამოვიცნოთ. აზრი, ანუ კონსენსუსი უნდა იყოს. გასაგებია. მოლაპარაკება შეიძლება ერთმანეთში თუ აი ხა მსჯელობა გავაჩაღოთ, მაგრამ მოდი, აბა, ესე იგი, ჩვენი იყო, ესე იგი, ჩიჟიბიჟი იყო, ეს კანჭი თავისი, აი ამ ხელა იმით აქვს შეფუთული. ეხლა ლოგიკურად რომ იმიჯეროთ, ხო? იმას გამოურიცხავ მაგალითად. კაიც. იმას გამორიცხავ, რომ შონზოს გაკეთებული შონზომ ის არ გააკეთა, ანუ ამას იცახი, ხო? ხო, ესე მგონია. არ არის იმის გაკეთებული. ვა, ჩიჟიბიჟი? მე ჩიჟიბიჟი მგონია. მოდი წავიდე ჩიჟიბიჟი, იმიტომ რომ ხა ხინკალზე ჩვენ საკრებულოში ერთად ვიყავით რა და რაღაცას ხინკალზე არ არსებობს, რაღაცა დამახსოვრდებოდა და რაღაცა ჩიჟიბიჟზე მოტივარ მეც რა, ჰა? მოდი ესე გავაკეთე. ეხლა ეს რო დაიჯეროს ხალხმა, ხო? აქ ეხლა ფიცნა იმას ხო დავიწყოთ რომ მოლაპარაკება. არა, კაცო მოლაპარაკებული რა, ეხლა ვის მოვატყუებს, ეხლა მაშინ აზრი არ აქვს ამ კომუნას გამოსვლა. შევკითხოდით რა აუველია და რო თქვა. წელია ვაკეთებ ამ გადაცემას და დამთხევა მოხდა. დაახლოებით 50-60 გადაცემა ჩაწერილი სამჯერ სულ. სამჯერ მოხდა, რო გამოიწვია. აჰა, ვა, ანუ ის არ არის წინასწარ ლაბორატორიაში. არა, მაშინ უინტერესოა. გაუჩნდე არა. მაშინ უინტერესოა რა აზრი არის, ხა მოხვალ გამაფრთხილებ და ვიტყვი რა. მაგრამ რა აზრი? ორივე პენტაგონმა სწორად დაასახელა ჩემი გაკეთებული. სერიოზულად? ეს ხა ჩვენ გააკეთე? შენ გენაცვალე. შენ გენაცვალე. რესტორნის მენიუში გაჩნდება ჩემი სახელობა. იცოდი? 5 შვილი მყავს, და მე 5 შვილი მყავს და შვილიშვილებს ვიცოდი თუ ვაფშე აზე ყოფილიყავი. მე 5 გამჩენია სრული გვიკანახე მეთქი რა. მე 5 შვილში იყო და იმათ სიცოცხლეს ვიცავა თუ ვაფშე აზე ყოფილიყავი რა და როგორ. აწი რომ ვასაერთოდ. ეხლა ამის გამო მე რო იო ბატონო. შენგენაც დაგვდება მენიუში ჩიჟიბიჟი. შეუულებელია შეფის რეცეპტის გაკეთებული და დაგვდება ჩიჟიბიჟი. ეს გამოურიცხე, რატო გამოურიცხე არ ვიცი, ინტუიციით რა და. ეხლა მე რითი მივხვდი. მაინც მეცოდი და აი ესა და ეს მეცოდებოდა ჩვენი წარსული მეგობრობის მე ვაკაცობის ანის, მაგრამ ის რატო გამოურიცხე, იცი? იმას კაი ხანი უნდა რა, ეხლა ჩალენჯი უნდა. შენ მაგით დასკვნა გააკეთე, ხაზე ხარ რა. ხედავ, დასკვნა გააკეთა იმას ხა მოვიდა ხო, იმას მეტიდო დაჭირდება და ეს უკვე გამზადებული და ეს ანის და მე მაინც მივხვდი. ნახე, მაინც წარსული ეს გამოცდილება თავისი. არა, დიდი ვარ შენზე. შენზე ხარ 72-იანი ვარ, შენ 60-იანი ხო? თუ ერთია. 19-იანი. მე ამის თამაშებზე დავდიოდი. აუჩი კი იყო.
ხო? მიხაროდა კაცო ასო. ყველა მაგით იწყებს. კი ბატონო, კი ბატონო. დიდველგურს. მე პირიქით კაცო ამათ რო უყურებდი, იმიტომ ამათ ხოშით გავიზარდე. თქვენ ხართ ესე იგი ვა, შენგენაც ძალე, როგორ გამიხარდა ამ რესტორანში მენიუში всё, ესე იგი შენი დამსახურებაა რა, ივანიშა. გამოცდილება მაინც თავისი ქნა. რეცეპტურა შეუცვალე ოდნავ აქაური რაც იყო იმას. თითქმის იგივე რეცეპტურით არის, უბრალოდ ცოტა ესეთი სიცინცხალე რო ქონდა, დაუმატეთ თარხნა. ჩასვი კაი ხო? ქონდათ შენახული თარხნა და ის ჩავკეპე და ცოტა ისეთი გაზაფხული იერი მივეცი. აი ეს რიტუალი მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდოდა ეს რიტუალი გაკეთებინა. ფეხბურთელთან, ჩემს აყვარელ ხალხთან ყოფილიყავი და ავტოგრაფი გამომერთმია ესეთი ფორმით. დიდი სიამოვნებით. ბურთზე აი შეგირჩევთ ახლა ადგილს. აი აქ მოაწევი ბურთი დიდისაა თუ პატარას? ბურთი დიდისა. აზე ხარ კი არ თმობს რა. ეს ფეხბურთი ესე იყო არ თმოდა. ეს პროფესიონალი თვალსაზრისით სწორია რო არ უნდა თმო, მაგრამ აბა. აპიტნის ხელმოწერა. ულმასი მადლობა. ულმასი მადლობა თქვენ. ყველაფრისთვის. მასპინძლობისთვის. გამოგვივიდა, მადლობა კიდევ ერთხელ შენსტუმრებს. მადლობა თქვენ, კაიხარეთ. პრაღაში გელოდებით აცი. აი ესეთ ამბავში ვარ, ძელებ ჩვენ ამბავს. აგერ სტუმრები ბატონი. საშა ჩივაძე, ყველა დროის ყველაზე მაგარი კაპიტანი. აქვე ერთი კაპიტანი განაცემაში ყავდა, ბატონებთან საკარი და აი შევიკრიბეთ და შინაურად ვაგრძელებთ. როგორც ხდება ხოლმე საერთოდ ყველა განაცემა აი ამით ხდება. ეს არის დამატებითი დრო და ცოტა ხანში პენელებსაც დავარქვა.